ბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ხვამლი არენაზე, სადაც ხვამლი მას პინძლობს ხარებს სეზონის კულმინაციასთან ვართ ახლოს რეგულარული გათამაშების და ცხადია დაძაბულია მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე მატჩის მიმდინარეობაც მე-17 ტურის ბოლო შეხვედრა იმართება თბილისში როგორც უკვე მოგახსენეთ ხვამლი არენაზე და ანგარიში 13-ით 8 გახლავთ პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა შეცდომა ორივე მხარეს ძალიან ბევრი იყო აი ახლაც მრავლად არის მეორე ნახევრის პირველ წუთზე ხედავთ რუსთავმა სად ამოყო თავი განახლების შემდეგ გაიუმჯობესებს ახლა ვაჟა ხუციშვილი პოზიციას. წნეხიდან შეასრულა დარტყმა მარგიანმა და არც თუ ისე კარგი დარტყმული არ გამოვიდა. პირქარში მოუწევს ახლა ხვამლს 40 წუთის გატარება 16 შეხვედრაში 8 მოგებითა და 8 მარცხით 38 ქულით არის ხარები მეხუთე პოზიციაზე უშუალო მდევარი გახლავთ ხვამლი 16 შეხვედრაში 7 მოგება ერთი ფრე 8 მარცხი 37 ქულა აქვთ ერთადერთი ქულა არის სხვაობა ამ ორ გუნდს შორის დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია ბრწყინვალედ დაიცვა თავი სტუმარმა გუნდმა მოლში შესაბამისად გვექნება თავისუფალი აყაიშვილი დაეუფლა ვერ გავიდა კიდეზე რუსთავი ვნახოთ კონტრშეტევა მძიმეა საფარი მოედნის ცენტრში საინივალდი და ლევუკა შეხვდნენ ერთმანეთს მოედნის ცენტრში ორი ლეგიონერი ერთმანეთის პირისპირ კარგი იყო და არბაიძე წინა ფეხზე იქნება ახლა ხვამლის შეტევა სწრაფად გაიტანეს ხაზზე ვნახოთ მეტობა თუ არის ლუტიძე, ლევუკა ჩართო, რომელმაც პაუზა გააკეთა, ჯობავა მონახა, ჯობავა თავის ხრივ წინ მიიწევს, ბოჭვა შესრულდა, ასე რომ ხელის გაშვება მარტებთ რუსთაველებს. დემურ ეფრემიძე. კლავ მოკლესკენ დაატრიალა ხვამლმა. შეუტია, თუმცა კიდის ხაზს მიაშურა. გიორგი კურტანიძემ. გიორგი ჯობავა, რომელმაც ლამაზი ლელო გაიტანა ლევუკას გადაცემის შემდეგ. გახლდათ მსხვილი რაკურსით. თქვენს ეკრანებზე რუსთავმა მოიგო ბურთი. ხაზზე გავიდა ჯიმშელეიშვილი კლავ შეუჩერებელია ისევე როგორც პირველი ტაიმის სტარტზე ფეხით ვეღარ ითამაშა შემდეგ კარგად და გვექნება შერკინება
შავებული გოგა ქადარია. დიდი პაუზა გამოვიდა. შეგვიძლია გადავალოთ თვალი ამ ტურში. სხვა შეხვედრებს, რომლებიც უკვე დასრულდა, ბათუმმა მიიღო საშინაო კედლებში ყაზბეგი და 45-17 დაამარცხა. ეპიზოდის განმეორება იქნება ახლა კობა ჯემშელაიშვილის კარგი გარღვევის. ხო, არესი ტაო 45-31 არესმა იმარჯვა ყოჩებმა. დაძაბულ ბრძოლაში დათმო აიასთან 11-13 შეხვედრა ლელომ არმიას მოუგო 17-10 აქ მაღალი ბოჭვა იყო და ახლა კი დასკვნითი შეხვედრა გვაქვს ხვამსა და ხარებს შორის, სადაც ანგარიში 13-8 გახლავთ. ხარები გადაასწრებს არმიასაც, უпроსტად ხვამლი ამ ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში ერთბაშად 2 პოზიციას გაიუმჯობესებს და მეოთხე ადგილზე გადავა. არმიას აჯობებს. ხოლო ხარები ამავე ანგარიშზე გაუთანაბრდება არმიას. რუსთაველთა უკანა ხაზი ვნახოთ. პეტრიაშვილმა გაუშვა ბურთი კიდეზე. ტრიბუნაზე არის უკმაყოფილება, რომ ბურთი შეტანილია, თუმცა საჯები სხვაგვარად ფიქრობენ. არასწორი მოწოდება ლუკა ციკლაურმა შეუშალა ხელი მეტოქეს. თავად კი ეკანე ფარიძემ ვერ მოახერხა ბურთის დერეფანში ზუსტად მოწოდება. ქარმაც შეუშალა ხელი, რა თქმა უნდა. დადგა შერკინება, მიაწვა თითქოს ბიძგიმის სახვალმა, თუმცა რუსთავმა ფურთი გამოიტანა, ნარიმანიძე დაიქნია თავად, წავიდა, გაუმკლავდა ერთ, მეორე მეტოქეს შებოჭეს ახლა. ხუციშვილმა ჯიმშელეიშვილი მონახა, შემდეგ ჯიმშელეიშვილის გავლით მარგიანი ჭამიაშვილი, ვიცით რომ მას შეუძლია გაქცევა და გამწვავება, წამოდგა, არ იყო ბოჭვა, ამოაგდო კიდეც ბრწყინვალედ ირჯება. კვაჭი საბოლოოდ კიდეზე გადადენეს რუსთაველები, თუმცა იქამდე წინ თამაშიც დაფიქსირდა.
დატოვებს მოედანს ტრავმირებული ბექანი ფარიძე, რომელმაც კუნთი გაიჭიმა და საბა კურატიშვილი ჩაერთვება შეხვედრაში. დადგა შერკინება პირდაპირ ჯარიმა გასცა. შიგნით მიწოლაზე. შოთა თევზაძემ. დარბაიძე ძალიან ამაჯერებელი იყო ბოლო ეპიზოდში. გოგა ქადარია დააჯაბნა მან. რატი ურუშაძე და ის მოთამაშეები, ვინც ხვალს დღეს ვერ ეხმარება. ისევ არასწორი მოწოდება. ამლეთ გოგია და მიხეილ ციკლაური ძალიან კაცრად გააფრთხილა. შოთა თევზაძემ. გაფრთხილებები მორჩათ ვებო, საითაც პრობლემას ხედავ, ორივე გადის გარეთ ეგრევე რა. ორივე გადის გარეთ საითაც პრობლემას ხედავ. მოკლედ ვერა და ვერ გამართა თევზაძემ. არ ეხმარებიან მას მოთამაშეები შერკინების გამართვაში, ასე რომ მოუწია მკაცრი გაფრთხილების გაცემა. დადგა ამჯერად მიაწვა ხვამლი რუსთავმა მოახერხა გაიტანა ბურთი
ნახოთ ფრთაზე ანარე ტუიტაი. და ბურთი ამოიღო. ხვამომა უსტაველთა შეტევა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. მოედანს დაატოვებს ჯობავა და მასთან ერთად დაჩი ციკლაური. ფრიდონ ციკლაური და თუ არ ვცდები გივი სოსელია უნდა გამოვიდნენ მოედანზე. ვერ გადადის ბურთი კიდეზე, ნახოთ რუსთაველთა შეტევა კოხია. ბუჯიაშვილი. ეტოქის ნახევარზე სიღრმეში დარტყმული ბურთი არ იქნება წინ თამაში. ბალეილევუკაც რომ მოძრაობები. რუსთავმა კარგად ამოწია ხაზი, თუმცა ჯოელი ძალიან კარგად დგას ფეხზე. უკან დაიხია ხარებმა. ნახოთ ფრიდონ ციკლაურის დარტყმული ძალიან ცუდად გამოუვიდა ამ დარტყმის შესრულება. ფრიდონ ციკლაურს სწრაფი ფაზები ვნახოთ. რუსთაველები როგორ გამოიყენებენ თავიანთ შეტევას. ვერც ისინი ყოჩაღობენ. ოცდაორიდან განახლდება თამაში. დაფარებას გავდა. ჯიმშელეიშვილს ჩაუვარდა ბურთი. მარცხენა ფლანგი სვანიძე დასვა მეტოქე. გადაყრა არ გამოვიდა რაქის გაწმენდა. კოხია პეტრიაშვილი. ნახოთ რუსთავის შეტევა რატო საინი ვალატი. ქადარია შეაჩერა კურატიშვილმა. მარცხენა ფლანგი სიბტყეზე ტუიტაი ანარე ტუიტაი მას შეუძლია ეპიზოდის საკუთარ თავზე აღება. მოგდება ზლამაზი იყო, თუმცა გადარჩა აქ ხვამლი. უტიძეს წინ უვარდება. გაბმული სასტვენი. უხეშობას გავდა როგორც ჩანს.
განმეორებით ჩვენს ვნახავთ ამ ეპიზოდს. კივის სოსელია. შეიბოჭეს წესების დარღვევით. კიდეზე გააგზავნა ხვამომა, თუმცა შორს ვერ მოიგერია საკუთარი 22-დან მაინც და მაინც ქარი მათ ხელს უშლის, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ხარებს უშლიდა პირველ ნახევარში. მოიგო ხვამომა და არტყმევინა გუნდის კაპიტანს კურტანიძე. კარგი იყო ტრადიციულად ბურთის წაღებაში. აუბამას მხარი დემურ ეფრემიძემ. რუსთავი მოუხერხებლად იგებს საკუთარ მხარეს, შემდეგ მარგიანის ფეხი გადაცდა ბალეილევუკას დროულად. უნდა აიღოს ბურთი, აქ ცრუ მოძრაობა გაცდა ფრიდონ ციკლაური. რისკავს და ახერხებს ხვამლი ამრაკის შენარჩუნებას. ეფრემიძე გააკეთებს დარტყმას. და ბურთი დაიკარგა რუსთავი შეტევაზე. ერთი დარტყმა თავად პეტრიაშვილმა შეასრულა. მორკინალები ლუარსაბიშვილი ცდილობდა მიძალებას. ვინ არის დაშავებული? საბა კურტანიძე იყო ტრავმირებული. ხოტკოხია წაიღო თავად ექნება სურვილი შეტევის უყვარს მას ამ წერტილიდან ბურთის წაღება, თუმცა დახვდა საბა კურტანიძე და დაჯარიმდა ხვამლი.
ამზადებს შეცვლებს რუსთავიც პრინციპში მზად არიან, თუმცა ელოდებიან შესაბამის პაუზას. სერგი უпроსტად ვანო გელაშვილი და რატი ქურასბედიანი სვლიან გოგა ქადარიასა და მიხეილ ციკლაურს. ადგამოლი მალევე წავიდა მიწაზე ბურთი თუ გამოჩნდა კიდევ ერთი ჯარიმა რუსთავს ხვამლი მეორე ჯარიმდება მეტოქის 5 მეტრიანში. გაათამაშა რუსთავმა ერთი დაარტყმა 5 მეტრიანი სიღრმემდე შევიდნენ. კიდევ ერთი მიძალება ბურთი ჩაიხურა დაიცვა ხვამლმა ეპიზოდი, თუმცა ისევ ჯარიმით და ახლა დრო გაჩერდა. ძალიან კარგი ჟესტი გიორგი კურტანიძისგან. მოუბოდიშა მეტოქეს ოდნავ ხელი აუწდა ისე რომ კისერზე დისკომფორტი იგრძნო მისმა ვიზავიმ და აქ უკვე ხვამლმა იყო ჩაღა ბურთი ამოიღო და რუსთავმა ძალიან მნიშვნელოვანი შეტევა დაკარგა. მასიური შეტევა მოიგერია თბილისის ხვამლმა. კარგი დარტყმული გამოუვიდა ჯოელი მალეი ლევუკას. კვაბზელიძე მოიგო ციკლაური გადის კურტანიძეზე თავად მიეძალა გუნდის კაპიტანი შეტრიალდა ბურთი. ციკლაური ახლა ფეხით გადავა. მოგდება პეტრიაშვილი რეტუიტაის მოძებნის ფეხზე ტრადიციულად კარგად დგას ლევან არიმანიძე უჭირთ მისი შეჩერება სწრაფი ფაზა ჭამიაშვილი არ იყო კარგი გადაცემა, თუმცა რუსთავი მაინც შეტევაზეა. წერტილი თავისუფალი მონახა და გადაიტანა კიდეზე ბურთი სანდრო მარგიანმა. კურტანიძე მიიღო
აიღო უпроსტად საკუთარ თავზე პირველი დარტყმა. ახლა ფრიდონ ციკლაურს წერტილს გაუმჯობესებენ მორკინალები, ფრიდონ ციკლაური კი ფეხით შორს შეეცდება გასვლას, თუმცა არაცდის ამას ლუარსაბიშვილი. წნეხში ყავს მბალეი ლევუკა, შებოჭეს, შეიყვანეს. ძალიან რთულ და უხერხულ წერტილში. აღმოჩნდა ჯოელი მბალეი ლევუკა. იყო ჩაღა ირაკლი ლუარსაბიშვილმა. ძალიან დიდი ხანი ჭირდება შერკინების მოწყობას. ალექს ზაზაძე ემზადება რუსთავის რიგებში მოედანზე გამოსასვლელად. ჯარიმა გაათამაშა ჯიმშელეიშვილმა თავად წავიდა დარტყმაზე, ბურთი გადმოდო. ნულოვან ზონაში კიდევ ერთი მიძალება. ბურთი კიდევ ერთხელ დაიკარგა, ბრავო ხვამლს მეორედ უკვე დღევანდელ შეხვედრაში. როგორ ეპიზოდებში ახერხებს ღლეტვის შესრულებას. რა თქმა უნდა რუსთავს ასეთი ეპიზოდების გამოუყენებლობა არ ეპატიება. მართებთ მათ უკეთ თამაში. თითქოს მოთმინება აკლია სტუმარ გუნდს. ბურჯები და გუნდის კაპიტანი დატოვებენ მოედანს. ამლეთ გოგია გახაბერ დარბაიძე და საბა კურტანიძე გავლენ. შესაბამისად სერგი ლეჟავა, რეზო მახარაძე და ირაკლი სულეიმანაშვილი შემოვლენ მათ ნაცვლად. უკან იყო ვარნა რუსთავი აგრძელებს შეტევას. დიდი ხანია ძალიან ისინი მეტოქის 22-თან მუშაობენ ჯიმშელეიშვილზე, ორმაგი ბოჭვა. მარგიანი აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში ახლა.
ისიც შეაჩერეს. მაღალ სისწრაფეზე წავიდა გელაშვილი. უარსაბიშვილმა დაიქნია ნულოვან ზონას. მოუსინჯაკბილი ლევან არიმანიძე რა კარგია თითოეულ კონტაქტში. ხუციშვილი მარცხენა ფლანგი აქტიურია ვანო გელაშვილი. ახლოს შეიყვანეს დარტყმაზე და დაიკარგა კიდევ ერთხელ ბურთი ხვამლი ბრწყინვალედ თამაშობს. დაცვაში რუსთავი კი სახიფათოს მათთვის ვერაფერ მათ თავიანთვის სასარგებლოდ და მათი მოწინააღმდეგისთვის დაცვის ასარევად ვერაფერს ქმნის ტაყაიშვილი. კუტანიძე მარცხენა ფლანგზე ცრუ მოძრაობით გივილეს ჯავა გაძრა. გივისოსელია გაძრა. კვლავ მარჯვნივ დაინახა და შეაცურა ფეხი საულუტიძემ. ოცდაორში ჩამოაყალიბა რაკი რუსთავმა რომ ჰქონდეთ პირდაპირ კიდეზე გასვლის შესაძლებლობა. ელოდება პეტრიაშვილი მიიღო მოამზადა დაარტყა. თუმცა დატოვა მოედანში გადაცდა ბურთი ლუკა თვაურს. და ახლა თავად წამოიღებს ხელით. მოძრაობა დაუცდა ფეხი. კარგი იყო გივისოსელია ცრუ მოძრაობა ჩვენება პასიც მოახერხა და კიდევ ერთი ლამაზი გადაცემა. ბრწყინვალე დაბურთავდა ხვამლი. ჯარიმის უპირატესობა თბილისურ გუნდს ტაყაიშვილი ხელიდან მას გადაცემა ჩამოართვა ზაურ ლუტიძემ და გაიტანა ლელო მაშინ როდესაც ხარებს 3-4 კარგი ეპიზოდი ჰქონდათ ლელოს გასატანად და ვერ მოახერხეს ხვამლმა თავისი შანსი გამოიყენა ბევრად უკეთესად და ბრავო ახალგაზრდა გივისოსელიას რომელმაც ეს ეპიზოდი თავიდან ბოლომდე შექმნა და დაგვირგვინებაშიც შეიტანა წვლილი. ლუკა თაყაიშვილს კი მარტივი გარდასახვა ექნება. ზუსტია. ოცით 8 ხდება ანგარიში. მოედანზე გამოჩნდა გიორგი გოგუაძე. ეს კი ულამაზეს შეტევა განმეორებით. იაგო მარსაგიშვილი შეცვლის ვაჟა ხუციშვილს. ათი წუთი და 2 გარდასახული ლელოს ჭირდება. რუსთავს შეტევის შეხვედრის გადასარჩენად შეტევა კი მათი არ იქნება.
შოთა თევზაძეს თავაზობდა ხელახალ დარტყმას. ხვამლს შვიდ წუთზე ოდნავ მეტი. რუსთავის ხარებს, ხოლო ხვამს კი იმისათვის რომ იქნებ ბონუს ქულას გამოკრას ხელი, შეუტევენ ისინი კურტანიძე ბურთით ლუარსაბიშვილი ახერხებს მისთვის სივრცის შეზღუდვას. კვაბზირიძემ წაასწია ბურთი წინ. თუმცა დაიკარგა ჯიმშელეიშვილი. მოგდებაც მოახერხა. და კონტრაქის მცდელობა ჰქონდა ხვამს. კიდევ ერთ უხეშობასთან გვაქვს საქმე. პირველად ჩაერთვება ასე აქტიურად შოთი საგარეიშვილი დღევანდელ შეხვედრაში, მასთან მთელი მატჩია შოთა თევზაძეს აქვს კომუნიკაცია, თუმცა ეკრანთან მისვლა პირველად უწევთ. აქ არც დაყვა, ეხით საკმაოდ მაღლა უწია. ვერ დავინახე ზუსტად ვინ იყო. ბაჩანა მონიავა შესაძლოა. თუ ორს კი. თავითაც ეცემა თითქოს. პირველი დაცემის პირველი წერტილი არის მხარი. 22 ნომერი ლურჯი. კაც წევს ხაერში, ატრიალებს აშკარად ბოლომდე ფეხს მაღლა უწევს და მერე უშვებს ხელს მიწისკენ აგდებს რა. გასაგებია. ეცემა მხრით, მაგრამ რასაც აკეთებს 22 ნომერი. იყვანს და განზრახ, ესწორად უშვებს თავის უმასწრებით მიწისკენ უშვებს თელის ისტრაფით და წონით რა. შეიძლება პირდაპირ თავით არ ეცემა მოთამაშე, მაგრამ 22 ნომერის ქმედება არანაირ წესებში არ ჯდება, საფრთხის დონე მაღალი არის, ჩემთვის წითელი ბარათია. ხო, მე პირადად ვეთანხმები შოთა თევზაძეს, რომ დაჰყოლოდა თავადაც ან ფეხი რომ ამ სიმაღლეზე არ აეწია და არ ყოფილიყო საფრთხის მაღალი შემცველობა. მიუხედავად იმისა, რომ ხრით ეცემა კობა ჯიმშელეიშვილი. კაცი ყვან აშკარად, ფეხს უწევ მაღლა, მერე შენი საქციელი არანაირ წესებში არ ჯდება და არანაირ წესებში არ ჯდება უშვებ და მთელი წონით თავით უშვებ მიწისკენ რა. შეიძლება თავით არ ეცემა, მაგრამ საფრთხის დონე მაღალი და წითელი ბარათი. წითელი ბარათით ისჯება ბაჩანა მონიავა. 6-7 რა. აქ არის ხო ადგილი. ამოტრიალება გაამხნევა კაპიტანმა. თუმცა გასაგებია ის ემოციები, რასაც განიცდის თავად. ბაჩანა კიდეზე გაგზავნა ბურთი. რუსთავმა. დერეფანი დავიცვათ ბიჭები.
იგო ლუარსაბიშვილმა წავიდა დარტყმაზე შეცვლაზე შემოსული ილურიძე. დაიქნია ლუარსაბიშვილი აქტიურია. კვლავ ლუარსაბიშვილი ახალი სიცოცხლე შესძინა. რუსთავის შეტევას თავისი აქტიურობით. ზუგსკან კარგი ამოგდება, ვნახოთ გადაცემა როგორ არ გააკეთა აქ მარგიანმა. გადაიკარგა ბურთი. ლუკა თაყაიშვილია ტრავმირებული. ცოტა სუდა ჩაყვა. თუმცა მწყობრშია. თაყაიშვილი იტალიის წინააღმდეგ ერთი ძალიან ლამაზი ეპიზოდის შემოქმედი გახლავთ. კეშელავას ლევოს თანაშემოქმედი გახლავთ მოწლომდე ნაკრებში. მსოფლიო ჩემპიონატზე. ლუკა თაყაიშვილი. ვერ გამოიყენა რუსთავმა ვერც ეს შეტევა, მაგრამ წაუკითხა ეპიზოდი ციკლაურმა დერეფანში. კომბინაცია გამოიცნო და დაუტოვა თავის გუნდს შეტევის შანსი და თამაშის მოგების მცირე, თუმცა მაინც იმედი ვნახოთ. მარცხენა ფლანგი ჩაიტანეს ბოლომდე ნარიმანიძე 5 მეტრიანთან ახლოს და დერეფანი იქნება 22-თან ახლოს უფრო სწორად და დერეფანი იქნება ხვამლის. არ წაუვიდა მატჩის მეორე ნახევარში თამაში რუსთავის ხარებს. დავით მაჭარაშვილი შეცვლაზე შემოსული მორაგბე იყო პირველ დარტყმაზე. კურატიშვილი წაიღო რაკი ბრწყინვალედ ლუარსაბიშვილმა. სწრაფად ათამაშებს ჯიმშელეიშვილი არ აცდის დაალაგებას მეტოქის დაცვის ხაზს. მარცხენა მოკლე ფლანგი. კურას პედიანი. კოხია. ლელოს მოედანს თავ გამოდებით იცავს ხვამლი. ვნახოთ გამწვავებაზე არ გამოუვიდა თამაში. რატო საინი ვალატის კარგი ცრუ მოძრაობა. მარცხენა ფლანგი. შესანიშნავი მოქმედება. რუსთავი ცდილობს ლელოს გატანას დრო ეწურებად მარგიანი. პეტრიაშვილი, ნარიმანიძე დაიქნია. ჯარიმის უპირატესობა კიდევ ერთი ყველაფრის ფასად უხირს ახლა თავის დაცვა ხვამს, თუმცა მარგიანზე იყო დარღვევა. დრო გაჩერდა, ხომ არ ვიხილავთ საჯარიმო ლელოს და
ექნება დრო ყვითელი ბარათი ფრიდონ ციკლაურს. საფარი ძიმეა. ბევრ მოთამაშეს დაეჭიმა კუნთი. მოკლე გადაკიდება. გივსოსელიას გადარჩენილია თუ გადარჩა ხვამლი ამ შეტევაში. უნდა შეცვალოთ რა სამჯერ დაწვა უკვე და ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდა მარგიანი. ხო თუ დრო არის 2 წუთი. შერკინება აირჩია რუსთავის ხარებმა. თუ სწრაფად მოახერხეს მათ ლელოს გატანა, შემდეგ უკვე შეხვედრის გადარჩენის შანსიც ექნებათ. 2 წუთამდე დაახლოებით წუთნახევარი აი ამ შერკინების მოწყობის შემდეგ ალბათ წუთი სწრაფი ლელო გარდასახვა. დარწმუნებული ვარ უღირდა ფრიდონ ციკლაურს ყვითელი ბარათი, თუ მათ შეხვედრა გადაარჩინეს. ჩაირთო დრო. ჯარიმის უპირატესობა აქვს. რუსთავს კოხია მიეძავა თუ გადაარჩინა სტუმარმა გუნდმა ახლა ეს ბურთი კი ასეც არის ლუარ საბიშვილი წავიდა. ბუჯიაშვილი საინტერესოა დრო რამდენია დარჩენილი თუ არის საერთოდ. ნახევარი წუთი. შერკინება აირჩია ისევ რუსთავის ხარებმა. შერკინების მოწყობის შემდეგ კი ბოლო გათამაშება იქნება და ხვამლმა მოიგო დღევანდელი შეხვედრა. გადავხედოთ ახლა სატურნირო ცხრილს. ხარებსა და არმიას გადაასწრებს ხვამლი და გაუხდება მას 41 ქულა 41 ქულით მეოთხე ადგილზე გადავა. თბილისური კლუბი კოხია მიეძავა კიდევ ერთი უპირატესობა ჯარიმის ქულის აღება სურს თბილისიდან ხარებს. თუმცა იცავს თავს. ხვამლი გამომდინარე იქიდან რომ რუსთავი მათი უშუალო კონკურენტია, როგორც უკვე მოგახსენეთ, სწრაფი გათამაშება კიდევ ერთი კოხია. მოთმინება სჭირდებათ ახლა რუსთაველებს ლელოს გასატანად. ხვამლს კი
ბევრი ქება ჩვენგან დაიქნია შეძვრა და მარგიანმა მაინც მიითვალა თავისი ლელო წინვალე ეპიზოდი შეიქმნა სათავისო დაიქნია შევიდა ბოლომდე გაიშალა და დაამიწა 20-13 გარდასახვასაც დაველოდოთ საფინალო ანგარიშის დასაფიქსირებლად და განახლებულ ცხრილს შეგვიძლია გადავხედოთ აია პირველ ადგილზე 62 ქულით არისი 60 ქულით მეორე ადგილზე ბათუმი მესამეზე 58-ით და აი აქ კი იქნება ცვლილებები ხარებსა და არმიას 39-39 ქულით და ისინი მეხუთე მეექვსე პოზიციებს გაიყოფენ ხოლო ხვამლი გადაინაცვლებს მეოთხე ადგილზე და ჩვენ დაგვრჩება დიდი ათის ერთადერთი ტური რეგულარული გათამაშების არმია ხვამლი დარტყმა არაზუსტია 20-13 ასე სრულდება დღევანდელი შეხვედრა ბოლო ტური 5 აპრილს გაიმართება მატჩი საუკეთესო მოთამაშე კი დაჩი ციკლაური გახლავთ 20 წლამდე ნაკრების მორაგბე აია ლელოს დაუპირისპირდება მე-18 ტურში ტაო ყოჩებს ყაზბეგი არეს და ხარები კი ბათუმს ასე რომ დაძაბულობა კულმინაციამდე ავა აპრილის პირველ კვირაში და ვიხილავთ დიდი 10-ის 2024-25 წლების გათამაშების რეგულარული გათამაშების ფინალურ ცხრილს ერთკვირიანი შესვენების შემდეგ ზუსტად 2 კვირაში ჩვენ კი ამით უნდა დაგემშვიდობოთ ხვამლს ძალიან კარგი თამაში გამოუვიდა დაცვაში ხარებმა კი თავისი შანსები ვერ გამოიყენა 20-13 სრულდება ხვამლი არენაზე თბილისში გამართული მე-17 ტურის ბოლო შეხვედრა საბა ჯორჯიკაშვილი ვიყავ თქვენთან ერთად და მეც უნდა დაგემშვიდობოთ ახლა მომავალ შეხვედრამდე